მოგესალმებით, მე ვარ აკაკი, ლოგიკური პერსპექტივიდან და დღეს ვილაპარაკებთ ლოცვაზე. რა არის ლოცვა, რატომ უნდა ვილოცოთ და რა არის ყველა პლუსი, რაც მოსდევს ლოცვას. ლოცვას აქვს ძალიან დიდი ძალა. და რატო აქვს დიდი ძალა ლოცვას? საიდან მოდის ეს? მოდი გადავხედოთ ბიბლიას, არის იაკობ 5:16 და წერია მან ასე. ერთმანეთის წინაშე აღიარეთ თქვენი ცოდვები და ილოცეთ ერთმანეთისთვის, ვინაიდან ბევრი რამ ძალუց მართლის გულმოდგინე ლოცვას. რას ნიშნავს მართლის? ანუ ადამიანი, ვინც ღმერთთან არის სწორდგომაში და მნიშვნელოვანია რომ ღმერთთან სწორდგომაში იყო, მაგრამ მაინც შეუძლია რომ ღმერთს თუ თხოვ გიხსნას, თუ მისი შვილის სახელით იაჰუშუას ან იესოს სახელით ლოცვა მასთან და თხოვ, შეუძლია მან გიხსნას. მას შეუძლია რომ დაგეხმაროს და შენი ლოცვით ბევრი სიკეთე გააკეთოს, ბევრი კარგი გააკეთოს. აქ წერია ვინაიდან ბევრი რამ ძალუც მართლის გულმოდგინე ლოცვას. მაგრამ კითხვა იჩნდება რომ რატომ მაინც და მაინც ლოცვა? აი, რატომ უნდა გვილოცოთ, რატომ მაინც და მაინც? აი, თქვათ გვინდა რომ ჩვენ ცხოვრებაში ღმერთის ხელი იყოს შერეულიო, ჩვენ ცხოვრებაში ღმერთი მოქმედებდეს, რომ ღმერთმა თავის ნება გააკეთოს ჩვენ ცხოვრებაში, თავისი სიდიდე, სიკეთე გამოაჩინოს ჩვენ ცხოვრებაში. მაგრამ რატო არის საჭირო ლოცვა? აი, მათე 9:37-38-ში წერია, მაშინ უთხრა მოწაფეთა თავისთა, მოსავალი ბევრია, ხოლო მუშაკნი მცირენი. ამიტომ ევედრეთ უფალსა, მოსავლისასა, რომ გამოგზავნოს მუშაკნი თავის მოსავალში. აქ ინგლისურ ბიბლიაში რო გადავთარგმნო, მე თვითონ ინგლისური კარგად ვიცი და ინგლისური ბიბლია რო გადავთარგმნო, წერია ილოცეთო და ეს რო გადავთარგმნო და აზრი გამოვიტანო, ილოცეთო, რომ ღმერთმა გამოგზავნოს უფრო მეტი, ვინც ხალხის სულებს გადაარჩენსო. მაგრამ რატო არის ლოცვა საჭირო? რატო არის ლოცვა საერთოდ საჭირო? რატომ ჭირდება რომ ღმერთს რამე ვთხოვოთ, რატომ ჭირდება რომ ნებისმიერი ამისთვის ვილოცოთ? იმას ვიტყვი პირდაპირ, რომ ღმერთმა გადაწყვიტა, რომ ამ სამყაროში მარტო ილოცებს, მარტო თავის ნებას გააკეთებს ღმერთი ჩვენი ლოცვების მეშვეობით. იმისთვის რომ ღმერთმა გააკეთოს თავისი ნება, ჭირდება რომ ჩვენ ვილოცოთ, რომ ეს ლოცვა სამოთხეში ავიდეს. იმიტომ რომ სიტყვას ძალიან დიდი ძალა აქვს, იმიტომ რომ ღმერთმა თავისი სიტყვით შექმნა ეს სამყარო, ღმერთმა თქვა რომ იყოსო აი ეს სინათლეო და იყოს სინათლე და ამის მიხედვით სიტყვას აქვს ძალიან დიდი ძალა. ანუ ღმერთი იყენებს ჩვენ სიტყვებს, ჩვენ ლოცვებს, რომ თავის ნება გააკეთოს ამ სამყაროში. და ზოგი იძახის, რომ აი ღმერთი თუ არსებობს, ამდენი სიბოროტე თუ არის სამყაროში, ამდენი ამერა და ხდებაო, მაგრამ ეს სიბოროტე იმიტომ ხდება, რომ არ არის საკმარისი ადამიანი, ვინც ლოცულობს. ამიტომ თქვენ თუ გული შეგტკივათ, იმაში თუ თქვენ ოჯახში რა ხდება, თუ თქვენ ქალაქში რა ხდება, თქვენ ქვეყანაში რა ხდება, ზოგადად დედამიწაზე რა ხდება, თქვენ შეგიძლიათ ილოცოთ და ეს ლოცვა გამოიყენება სამოთხის მიერ, რომ მოხდეს სამოთხის ნება ან თქვენ ცხოვრებაში, ან აი ისպես ლოცულობ, რომ მაგისთვის მოხდეს. ლოცვას აქვს ძალიან დიდი ძალა. ბიბლიაში წერია, რომ ღმერთმა თავის სიტყვით შექმნა ეს სამყარო. სიტყვით შექმნა სინათლე, სიტყვით შექმნა ყველაფერიად შექმნა თავის სიტყვით. ამის სიტყვას ძალიან დიდი ძალა აქვს. ძალიან დიდი ძალა აქვს ღმერთის სიტყვას და ზოგადად ნებისმიერი ადამიანის სიტყვას. აქვს ძალიან დიდი ძალა. და ამიტომ არის რომ ჭირდება ლოცვა, რომ ეს სამოთხე მაიღოს ჩვენი სიტყვები, ჩვენი ნათქვამები და ეს გამოიყენოს იმისთვის, რომ ისვისაც ლოცულობთ, მოხდეს ჩვენ ცხოვრებაში. რეები შეუძლია ლოცვას. ლოცვას რო იცოდეთ, შეუძლია ადამიანის განკურნება. როგორც იცით, მე ვარ კლინიკური ფსიქოლოგი, მაგრამ მე ასევე ძალიან ექსპერტი ვარ მედიცინაში და ვცდილობ ხოლმე ხალხის ფიზიკურად განკურნებას. მაგრამ ის აღმოვაჩინე, რომ ლოცვას შეუძლია ადამიანის განკურნება. ერთხელ ვიყავი ღმერთის სახურთან, სახელსაც არ ვიტყვი და მან ილოცა ჩემი განკურნებისთვის და
სასწაულებრივად განვიკურნე ერთი რაღაც პრობლემისგან, რაც ჰქონდა. და საიდან მოდის ეს? წერია ბიბლიაში იაკობ 5:14-15-ში, ავადა ვინმე ეკლესიის ხუცესთ მოუხმოს, რათა ილოცონ მისთვის და ზეთის ცხონ უფლის სახელით, წმენის ლოცვა იხსნის ავადმყოფს, უფალი აღადგენს მას, და თუ ცოდვა რამ ჩაუდენია, მიეტევება. ანუ ლოცვა შეუძლია ადამიანის განკურნება დაავადებისგან. თუ მართლა ადამიანი ღმერთს თხოვს, რომ იმის სახელით, იაჰუშუას სახელით, ან მისი შვილის სახელით, იაჰუშუას სახელით, ან იესოს სახელით, რომ განკურნოს, მას შეიძლება მისი განკურნება. მაგრამ საჭიროა ცოდვის მონანიება. თუ წაიკითხავთ ბიბლიაში იობის წიგნში, The Book of Job, წაიკითხავთ, სატანამ თხოვა ღმერთს, რომ მინდა რომ თურმე დამართო იაკობს არა იობს, ჯობს და ღმერთმა მიცა მას უფლება, თურმე დაემართა. და აქედან ისებული ავისწავლოთ, რომ სამყაროში ღმერთის ნებართვის გარდა არაფერი არ ხდება, მაგრამ რეალურად ყველაფერი ცუდის დამკვეთებელი ამ სამყაროში არის სატანა. და შეიძლება თურმე ცუდვა აქვს ჩვენ ცხოვრებაში, ამ ცოდვამ მისცეს ლეგალური უფლება სატანას, რომ რამე ცუდი დაგმართოს. ამიტომ საჭირო არის მონანიება. იმიტომ რომ აქ წერია, მეგობრებო, რომ და თუ ცოდვა რამ ჩაუდენია, მიეტევებაო. ანუ განკურნებისთვის მნიშვნელოვანი არის ცოდვის მიტევება, მნიშვნელოვანი არის, რომ ჩვენი ცოდვები მოვინანიოთ. იმისთვის რომ ღმერთმა გაიგოს ჩვენი ლოცვა, საჭიროა რომ ერთი რომ მოვინანიოთ ჩვენი ცოდვები მისი შვილის სახელით, იაჰუშუას ან იესოს სახელით, რომ ვეზიაროთ, მოვინანიოთ ჩვენი ცოდვები და თუ ამ ცოდვებს მოვინანიებთ, ღმერთი გაიგებს ჩვენ მონანიებას, ვაპატიებს, თუ გვაქვს განზრახვა, რომ მისი ნება გავაკეთოთ და აღარ შევცოდოთ, გვაპატიებს და შეგვიძლია რომ ვილოცოთ მასთან და იგი გაიგებს ამ ლოცვას და შეიძლება რომ ამ ლოცვას პასუხი გასცეს და პასუხი გასცეს ჩვენ ლოცვებს. რამდენიმე არის ისწრაფად შეიძლება ადამიანმა ილოცოს. ერთი შეიძლება ადამიანმა ილოცოს დაცვისთვის. ერთი ქრისტიანი იუთუბერი არის, უცხოელი არის, ქვია ფაულკი ქვია. და აკეთებს ხოლმე ანიმაციებს, ქრისტიანულ ანიმაციებს, ძალიან საინტერესო ვიდეოები უდევს. ერთი ისაჩვენა, როგორ ერთი ღმერთის შვილი რა იყო ღმერთი მორწმუნე ადამიანი და მისი ლოცვის გამო ესე იგი ღმერთმა გამოგზავნა მისი დაცვა. რა იგულისხმება დაცვაში? ნუ ეს ადამიანი მიდიოდა და დამანული იყო ადამიანი, ვისაც უნდა მისთვის ზიანი მიაყენებინა და ღმერთმა გამოგზავნა ორი ანგელოზი, რომელმაც ფორმა შეიცვალა და მიიღო ადამიანის სახე და ეს გოგო, ეს მორწმუნე ქალი დაიცვეს ვიღაცა ცუდი ადამიანი შეტევისგან. ანუ ლოცვა შეუძლია ჩვენი ფიზიკურ სამყაროში ჩვენი დაცვა. ლოცვა შეუძლია ჩვენი დაცვა. ასე ვიშულე განკურნება როგორც თქვით. აი ბევრი მე ვფრაითა და ერთ რაღაცა მჭირდა, პრობლემა მქონდა და სხვისი ადამიანის ლოცვით მორწმუნე ადამიანი იყო, სული წმინდით იყო შევსებული, იმიტომ რომ სულ ცდილობს ეგ ადამიანი რომ ღმერთი გაახაროს და ღმერთსაც სიამოვნოს და ღმერთთან ახლოს იყოს, მაგის გამო მას ჰქონდა სული წმინდა და მან ილოცა შემთთვის იესოს სახელით, ღმერთის შვილის სახელით და რაღაც პრობლემა რაც ჰქონდა, მაგისგან განვიკურნა. და მინდა რომ ქართველებმაც ისწავლონ ერთმანეთისთვის ლოცვა, ერთმანეთისთვის სიკეთის საკეთება, სიკეთის ისეთ ვაკეთებ რა თქმა უნდა, მაგრამ ვიც ვისწავლოთ ქართველებმა როგორ ვიმოქმედოთ სულიერი ძალებით. ანუ ღმერთის ძალით როგორ ვიმოქმედოთ, როგორ ვიმუშაოთ სულიწმინდის ძალებით, რომ ერთმანეთს დავეხმაროთ. რომ ერთმანეთს ვილოცოთ, ერთმანეთი გავუკურნოთ. ასევე ლოცვა შეუძლია ავისრულების განდევნა. ის შეიძლება არ იცოდეთ მეგობრებო, მაგრამ ბიბლიაში წერია, რომ ღმერთის შვილმა განდევნა ავისრულები
და ბიბლია როგორც ნათქვამი მაქვს ერთ ლექციაში, როგორც არის ჩემი ლექცია, მტკიცებულება ღმერთის არსებობის ლაპარაკობ როგორ მაგ ლექციაში ლაპარაკობ როგორ ბიბლია არის ისტორიული წიგნი და ეს მართლა მოხდა ის რომ ღმერთის შვილი დევნიდა აუსრულებს და ის არის სათქვამი რომ ბევრი რაღაც დაავადება, ბევრი პრობლემა, ბევრი მენტალური პრობლემა, ბევრი მენტალური დაავადება, ბევრი ფიზიკური დაავადება, ბევრი პრობლემა გამოწვეული არის აუსრულების მიერ. და იმისთვის რომ აუსრულები განდევნო, საჭიროა ერთი, ჯერ უარყო ეს აუსრულები, როგორი შეთანხმებაც გაკეთებული ამ აუსრულთან გააუქმო, მაგალითად თუ ადამიანი ხარ, ვისაც აი სუიციდზე მიუწევს გონება, უნდა გააუქმო ეს შეთანხმება, უნდა თქვა რომ აი მე უარყოფ სუიციდს, ვიღებ სიცოცხლეს და დევნი სუიციდის სულს ჩემგან, ან თუ თქვა რაღაცა ცოდვა გაქვს, თქვა აი თუ რაღაცა თუ თქვა სიამაყე გახასიათებს, სიამაყის სული არის ლევიათონი ქვია და შეგიძლია რომ მე უარყოფ სიამაყეს, უარყოფ ლევიათონს, მაგას ვაბამ, მაგას იესოს ან იაგუშუას სახელით ვაბამ მაგ სულს და ვდევნი და ვისვრი უსკრულში. ან სადაც ღმერთის, ანუ იახვეს ანგელოზები აგზავნიან. ან შეგიძლია ღმერთს თხოვო, ღმერთო, იახვე დიდებულო, შენი შვილი იაგუშუას სახელით, ვთხოვო რომ შენი ანგელოზები გამოგზავნო და ავისრულებისგან მიხსნა. მინდათ მეგობრებო რომ იცოდეთ, რომ ბევრი მენტალური დაავადება, ბევრი პრობლემა ადამიანის ცხოვრებაში აქვს, შეიძლება გამოწვეული იყოს ავისრულების მიერ. და ამ ავისრულებისგან ხსნამ, რაც შეიძლება მივიღოთ ლოცვით, ან ბიბლიის კითხვით, ან ლოცვით, ან ღმერთის გამდიდებით და მის გამდიდებით და აგ რაღაცების თქმით და მისთვის სიმღერით შეგვიძლიათ რომ ხსნა მივიღოთ ამ სრულებისგან და მივიღოთ სიმშვიდე და უსაფრთხოება. და მეგობრებო, მოდით ვიდეოს ძალიან არ გავწყალავ, მაგრამ რა შეგვიძლია მივიღოთ ლოცვით. ასევე მეგობრებო, თუ თქვენ ვიღაცა დაგწყევლით, თუ მოგაჯადოვებთ, ასევე ლოცვასაც შეუძლია თქვენ დაგიხსნათ ამ ჯადოსგან, ამ ყველაფრისგან. ანუ ლოცვა შეუძლია თქვენი დაფარვა, თქვენი განკურნა, თქვენი ავისრულებისგან ხსნა, ჯადოსგან ხსნა. ასევე შეუძლია რომ ღმერთისგან ამაზე საჩუქარი მიიღოთ, თუ აი მარხულობთ, თუ ცდილობთ რომ თქვენი ცხოვრებით ღმერთი განადიდოთ, თუ ცდილობთ რომ ღმერთი გაახაროთ თქვენი ცხოვრებით, შეგიძლიათ რომ 60-დან ილოცოთ, 60-დან მიიღოთ კურთხევა, blessing-ები და ბევრი კარგი რამე მოხდეს თქვენ ცხოვრებაში 60-ის blessing-ების მიხედვით. 60-ის ცხების და 60-ის კურთხევის მიღება შეგიძლიათ, თუ ამისთვის ილოცებთ და თუ ღმერთის გამდიდებისთვის ცხოვრობთ. და გახსოვდეთ, რომ ღმერთი ამ სამყაროში მარტო ხალხის ლოცვებით აკეთებს თავის ნებას, ამიტომ თუ გინდათ რომ თქვენ ცხოვრებაში, თქვენ ოჯახში, თქვენ ქალაქში, თქვენ სოფელში, თქვენ სადაც არ უნდა იყოთ, სიტუაცია შეცვალოთ, მნიშვნელოვანი არის რომ ღმერთთან იყოთ სწორ დგომაში, რომ ღმერთმა გაიგოს თქვენი ლოცვები და ილოცოთ, რომ ღმერთმა გააკეთოს თავის ნება ამ სამყაროში, თქვენ ოჯახში, თქვენ სიტუაციაში, რომ სიტუაცია გამოასწოროს და მისი დიდება, მისი სიკეთე გამოჩნდეს ამ სიტუაციაში. და გახსოვდეთ ის რომ მართალი კაცის და ქალის ლოცვა ამას ბევრი რამე ძალუძს. ამას ბევრი სიკეთე მოაქვს. ასევე იმას დავამატებ, რომ ჩვენ ადამიანებს გვაქვს ჩვენი სპირიტი გვაქვს, ჩვენი მოდი ვთქვათ სული გვაქვს და იმისთვის რომ ეს სული განიწმინდოს, საჭირო არის სხვადასხვა რაღაცების გაკეთება. ერთ-ერთი რაღაცა თუ ღმერთს უმღერი ვართ რომ განმოდიდოს და ღმერთს ვალდიდებ ჩვენი სიტყვებით, ეგ ჩვენ სულს წმინდავს. თუ ღმერთის სიტყვაზე ვლაპარაკობთ, ეგ ჩვენ სულს წმინდავს და რაც თავარია, თუ ვლოცულობთ ღმერთთან, მისი შვილი იაგუშუას ან იესოს სახელით,
ამასაც შეუძლია ჩვენი სულის გაწმენდა. და იმისთვის, რომ სამოთხეში მოვხდეთ, საჭირო არის, რომ ჩვენ გავიწმინდოთ. რომ ვიცხოვროთ sanctified, ანუ გაწმენდილი ცხოვრებით ვიცხოვროთ როგორც წმინდანებმა. არ არის აუცილებელი, რომ ახლა განდგილი იყო, არ არის აუცილებელი, რომ მარტო იყო, არ არის აუცილებელი, რომ ნეკატივი მოიჭრა, არ არის აუცილებელი, რომ ეგეთი რაღაცები გააკეთო. უბრალოდ რომ მოვშორდეთ სოდლებს, მოვშორდეთ სიბოროტეს, ვიცხოვროთ ღმერთის განდიდებისთვის. არ არის აუცილებელი, რომ მამაო იყო, ან დედაო იყო, ან სტიქაროსანი იყო, მაინც შეგიძლია უბრალოდ მოინანიოთ სოდლები და მაინც იცხოვრო ღმერთის განდიდებისთვის. აი მე ვცდილობ, რომ არ ჩავიდინოთ სოდლა, ვცდილობ, რომ მთელი ძალით რომ სიკეთე ვაკეთო, ვცდილობ, რომ მინდა რომ ენებზე ვილოცო, რომ სულიერ სამყაროში სამოთხე მოვიყვანო და სატანის სამეფო გავანადგო, რომ მინდა რომ ჩემი თავი და სხვები აუცილებლისგან ვიხსნა, მინდა რომ ხალხს ვასწავლო ღმერთის ნება და მისი სიტყვა ვასწავლო. და მით რაც უფრო იცხოვრებ ღმერთის გამდიდებისთვის, მით უფრო დაგაჯილდოვებს ღმერთი და მოდი ვილოცოთ ერთმანეთის სიკეთისთვის და ერთმანეთის სიხარულისთვის, ერთმანეთის დაცვისთვის, ერთმანეთის შეღორცებისთვის, ერთმანეთის სიმშვიდისთვის და რაც უფრო ვილოცოთ ერთმანეთის სიკეთისთვის, მით უფრო გაუხარდება ღმერთს, მით უფრო იგი დაგვაჯილდოვებს და მით უფრო განს დავაგროვებთ ამ ქვეყანაშიც და სამოთხეშიც. მადლობა ყურებისთვის და განახავთ შემდეგ ლექციაში. ნახვამდის.